გაიგეს ეს ამბავი, რომ გომესკი აპირეს ჩემი გადმოყვანა და საქართველოში უკვე წავიდა ეს ლაპარაკი რა რაღაცნაირად მოდით კი არ შევაშინოთ, გავაფრთხილოთ. არ მინდა ახლა გვარები და სახელები თქვა, ვინ გამომიძახა, სად გამომიძახეს, რა მანქანით მოვიდნენ ჩემთან სახლში, ამტენიანი იყო თუ რაც იყო, მე მგონი ყოფტები. გამომიძახეს ერთ ადგილას. მაგასაც არ გეტყვით, მაგრამ თქვენ ხვდები. კოლმეურების თავმჯდომარის სახელის. ზუსტად. და ესე მოხდა, რომ 9 საათი მეუბნებოდნენ, რომ ეგრე არ შეიძლება, ესე გააკეთე, ეს არ შეიძლება. თორემ შენ თუ წახვალ თუ დარჩები, მშობლები ხო აქ არიან. ერთ ადგილას იმას ეზამ იყო ეგეთი ლაპარაკი. ქართული და თან პატარა ბიჭი იყავით მაშინ. თან პატარა ბიჭი ვიყავი, არ შეიძლებოდა ეგეთი რაღაცა ჩემთვის, მაგრამ სამწუხაროდ მე ადრე არ ვიძახოდი მაგას, არ ვლაპარაკობდი, ეს ჩემში იყო, გულში იყო ჩადებული, მაგრამ იყო ეგ მომენტი. და ეხლა ყვები თქვენთან, რომ შეშინება. წავედით ჩვენ რიგაში. ხო და 5-დან 3 მოვიგეთ, უნდა მოგვიგო ეს თამაში 3. ესე ისევ თამაშობდი, არასდროს არ მითამაში ესე შიშის. რა არის ადამიანი იცით, მაინც ხო იცი? მე ხო რობოტი არა ვარ, არა. რა თქმა უნდა, შიშიც მქონდა ყველაფერი, ისეთ რაღაცები მითხრეს. ევროპა და ამერიკა იგულისხმებოდა, ხო ალბათ რო იქ არ წახვიდაო, ხო? არა, რუსეთზე. საქართველოს. არა, ევროპა და ამერიკა არა. ამერიკაში არ იყო, არ ვიცი, ხო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო, არა, ესე ისევ და ისევ რუსეთზე იყო ლაპარაკი. შეიძლება ევროპაში, მაგრამ ევროპაში არავის არ შეუთავაზებია ჩემთვის მაშინ. შეიძლება იფიქრეს, რომ ამ რუსეთის დონეზე რო გავაფრთხილოთ, მიხვდება, რომ ამაში ევროპაც რა თქმა უნდა, ეხლა ამათთვის ეხლა ევროპა იქნება, თუ ამერიკა იქნება, თუ რუსეთი იქნება, სულ რა მნიშვნელობა აქვს, ხო? თავარია რომ არ გავიდეს და დარჩეს ჩვენთან. თან ეს რამდენი წლისა ვარ, იცი? 22-23 წლისა ვარ, ხო, ბიჭუნა ვარ, რა თქმა უნდა, პატარა. და იყო ეგეთი მომენტი. არა აქვს მნიშვნელობა ამერიკა იქნება თუ ევროპა, ეხლა, იყო ეგეთი ის.